ოფიციალურად გავხსენი სეზონი და მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო, მაგარი ამბები ხდება ჩვენთან დღეს ახლა ინტერვიუზე არის ადამიანი, რომელსაც წარგენა დიდად არ ჭირდება, ყველა იცნობთ, ვინც მოტოსფეროში ხართ და პრინციპში ვინც არ ხართ ისინიც იცნობთ. მოტოგაერთიანება Black Bell გარაჟის დამფუძნებელი ვილი არის დღეს ჩვენთან ინტერვიუზე. გილი თუ შეგიძლია გითხრა დღევანდელი შეკრების მიზეზი რა ხდება დღეს? სეზონის გახსნა გვაქვს. და სამომავლოდ კიდე რა გეგმები გვაქვს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და კიდე სეზონის დასრულებამდე რაც გვექნება. დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი და უპრეცედენტო თავის შინაარსით და მასშტაბებით რა. პირველად ვაკეთებთ, რომ აი ეს ყველა შეიკრიბა, კრუიზერები აქ შევიკრიბეთ და მოტომსვლელობა გვექნება ქალაქში. ენდურო და სპორტის სტრიტები არიან ჰასკიში, კი. და ჩვენ ამ მსვლელობის მერე უერთდებით და აი ეს უპრეცედენტო რო ვახსენე შინაარსით, ზუსტად მაგას გულისხმობდი, რომ ერთ სივრცეში ვიქნებით ყველანი შეკრებილები, სხვადასხვა სტილის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც წესი რაღაცნაირად აქამდე ესე არ ვიკრიბებოდით ხოლმე რა. ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ დღიდან რაღაცა შეიცვალა, რაღაცა ცოტა სხვა არის. მოკლედ ეს არის გახსნა, ვიწყებთ აქედან ჩვენც ესე ვხსნით ამ ვიდეოს და დანარჩენს გზადაგზა გაჩვენებთ ყველაფერს. ეს პირველი შეკრებაა და შემდეგ შეკრებებზედაც ვიქნებით ჩვენი YouTube არხიდან. გამიხარდება ჩვენს გვერდით. გამიხარდება. ჩვენს გვახარებთ და ძალიან დიდი მადლობა ამ საქმიანობისთვის, რასაც ეწევთ. გილოცავთ ყველას მოტო სეზონის გახსნის ოფიციალურ დღეს. შემოგვიერთდა ლადუკაც. სალამი მეგობრებო, მოვედი მეც ბაიკერების შეკრებაზე. უკვე ნამდვილი ბაიკერის ფორმაში. გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას, მე მომილოცეს უკვე. ესეც მეორე საჩუქარიც. ოფიციალურად გავხსენი სეზონი და 20 ლარიანი ჯარი გისურვებთ, რომ უკეთესად ანგარიშის ნომერი დაიდება. უკეთესი სეზონის გახსნას გისურვებთ თქვენ, ჩემს ნაირს არ გისურვებთ. მაგარი ის არის, აუ რა. მაგრამ რაღაც სულ ისინი არიან, ტრახ-ტრახა მოტოციკლეტები არიან და ჩემნაირი მოტოციკლეტები. აუ ამას არ უსვინოთ რა. მოკლედ ბოიას შეკრებოდა. ძალიან მაგარი შემოსვლა ქონდა Black Bell გარაჟს. ძალიან მაგარი იყო. 2 საათზე დაიწყება ახლა საქართველოს ჩემპიონატი ენდუროში. უკვე დიდებში, უკვე იყო პატარებში შეჯიბრი. ველოდებით ახლა. წავიდეთ ახლა თავარს ანახაობას რა. დანარჩენს გზადაგზა გეტყვით რა, როგორ რანაირად. სხვადასხვა სივრცეები გვაქვს და მაგასაც გაჩვენებთ. წავიდეთ და დავიწყოთ დათვალიერება. ახლა რა გვაქვს, სად გვაქვს, რანაირად გვაქვს, რა რაღაცი ლაპარაკობს ადამიანი. შენ მადლობა თქვი რომ ჩვენს გვერდით დადიჭა რა. აუ გაჩერდი ბიჭო, იმენა. გამომაცხადე შენ მოტოციკლით რო შემოვედი დაჭი აქ. ეს ვინ არისო? დაალამაზია. ეს მოტოციკლეტი უნდა იდგეს, აქ და ჩემი უნდა იდგეს, იქ ზევით სადღაც მაშინ. რა თქმა უნდა. ჩემი გა. ეს ძალიან კაია იმენა, მაგარი. ვერ არ დაწყებულ. ესეთი დუიuliდი. მამაზია. მაგრამ ისიც მაგარი კადრი არის, რომ აი მე და მე მივდივარ აი მაგაცში რა. ენდუროა მოტო იმართულება. ენდურო ძალიან მაგარია. მაგარი მოხოდილები არის. ენიშვილს ესე უყურე წარმოგიდგენია. გაგისწორდება? მართლა? არა წარმოვიდგენია ახლა იმ მშობლების რეაქცია, ვინც უხმევენ ამ ბავშვები, რომ ამ გორებზე დაფრინავენ.
მე არ ვიცი, ალბათ არ გამისწორდება. მიყვარს ჭამა თენდება თუ ყამდება შემწვარი და მოხარებული სიზმარშიც მელანდება ჩვენ ძმას ავაწყდით დიტოს ძველ ბებერ ბაიკერს თან გამიხარდა იმ ამბავში რომ BMW-ს მარტო აღარ უძნობ თავს სპორტ ბაიკერად კიდე მეორე თავს ვარ ვალენტინო როსის ფერებში რა მაგრამ ჩემი ბაიკი და შენი ბაიკი თითქმის ერთ ფერებშია რა ანუ BMW-ს ფერებში ჯო მივესალმები შენ და თქვენ YouTube მაყურებელს პირველი რაც შემიძლია გითხრათ ის რომ შენ თქვენ მაყურებელს უთხრა ის რომ ეს არხი საინტერესოა იმით რომ აქ ნახავთ ორ მიმართულებას ესე იგი მუსიკალურ მიმართულებას მიხარია რომ ჩემი კოლეგები არიან მუსიკალური თვალსაზრისით და მიხარია რომ აი ეს ჩემი ძმები ბაიკერული სულით არიან აღწეული. მე ერთ გადაცემაში თან აქ შეგვიპირე რომ იქნები შენი ბაიკით და თან მეც მარტო არ ვიგზნო თავს ამბობენ. ღევანდელ დღეზე რას გვეტყვი? ნუ მიხარია ის რომ თან კარგი ამინდი დაგვემხვა. მიუხედავად იმისა რომ მე საერთოდ არ ვჩერდები არც ზამთარს, არც ზაფხულს. სულ დავდივარ, ჩემთვის სეზონი მუდმივად არის, მაგრამ ოფიციალურად რო იხსნება და თან რა არის, ყველაზე მთავარი არის რომ აი დღეს იმდენ უამრავ უცხო ახალ სახეს ვნახულობ, რომ გულს უხარია, რომ მოტოკულტურა ყალიბდება და ვითარდება. ეს ისეთი ამბავია, რომ ადამიანს განსაკუთრებულ ადრენალინს აძლევს და ერთ-ერთი ძალიან მაგარი ანტიდეპრესანტია. ნუ ვისაც კიდე სხვა მუღამები გვაქვს, ხა მე უკვე საკმაო წლები დავაგროვე ბაიკით სიარულით და სხვა შორს ბოლო 12 წელია მანქან თითქმის არ დავდივარ, ბოლო 12 წელია მთლიანად გადავჭექი ბაიკს. შენთვის სეზონი რეალურად არ იხურება. არა, იმიტომ რომ ერთადერთი არ იყოს ყინული და თოვლი, დანარჩენი წვიმა და თქეში ჩვენ არ გვაშინებს. ძალიან კაი. შვიდობიანი რაიდი ძმაო. ასევე კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ და ველოდები აბა გამოგვიწერეთ და თვითონ იქნება. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ძმების არხი და მეც ველოდები თქვენთან უკვე სხვა ამპლუაში სტუმრობას. ვა, რა დესკია და. ნახე მე მგონი ბალაკლავობით. ეს ბალაკლავა? შეიძლება ვნახო? რა თქმა უნდა. აი ესეთია ნახევარი. ზედ გასაკეთებელია. არა, ეგეთი არის. მანქანაში რო გავიგეთ. ეს რა? აუ, ეს ეგ ბაიკის სტიკერებია? ლაშა საჩუქე. არა, გავიგე. ეს რო ვიყიდო და თქვენ ბაიკებს დავაკრა. თორღა. შენი ბაიკისთვის სტიკერები ვიყიდე. მე ტრაქტორი მინდა. თუ მივახატო ჩემ ბაიკს. ეს რაც მინდა. ათათი ცხენის ზალა, 10 აკეთ. მაგარია. ანუ აქ ხელს ვაწერთ იმაზე რომ გასპონსორებთო რა. ო, ბაიკია დიზელს. როგორ არა? თუ გინდა 25%-იანი ბაზაკლავა, მოდი აქ შეავსეთ. ხო? და მორჩა. მაგარი. ისევზეა. მე საკარს არ ხვალ. ეს არის დარცის რიგი. უშტების ხეთვაში. უშტების ხეთვაში. ამ რიგში მოდი არ ჩავდგები. მორჩა ენდურო, არ დაემდურო ციუ. აი იყო, ბიჭებმა ყველაფერი ცადოს. კაი, ძმა. და რა თქმა უნდა მეგობრებო, ამ შეჯიბრში გამარჯვებული გახდა გიორგი გახელაძე. არა, აზრზე არ ვარ, სიმაღლე ნახევარს უყურებ, დარწმუნებული ვარ რომ გახელაძე მოიგო. როგორც ყველა შეჯიბრი მანამდე. კაი საყურებელია რა, აქედან უყურება ეს სოფლიო რეკორდი დაამყარა, თბილისის ზღვა გადაიარა, იმით რა ქვია, მოტოციკლით მერე ზღვა გადაიარა ვაფშე შავი, ყველა ოკეანე დარჩა გადასავლელი სხვა და მეტი რა ქნა სამბიჭმა იმენ. კაი იყო. როგორც ხედავთ, მოტოსეზონი გახსნილია. მე პირადად აჩვენეთ თუ არა არ ვიცი.
არ არის ბრო. ეს სამი ტრაკიდან გამოვიდა. არ გეტამიხირა ოთორე. მე პირადად მართლა გავხსენი მოტოსეზონი და აქაც მაგრად გავხსენით ბიჭებმა და მაგრა გეგვეხსნა ვაფშე და გაასწორა რა, კარგი ივენთი იყო. კარგი მუსიკა, კარგი ჭამა, კარგი სმა, ლუდის გაიყო. არ დამილევია სხვათა შორის. დროებით, ყველას გისურვებთ მშვიდობიან რაიდ წლის განმავლობაში. ეს რა არის გამიშ რომელოსპედთან მოტოციკლზე გადავშ. ვიცი. კარგი